სოფელში ცხოვრობს ორი ოჯახი. ზაფხულობით მოდის ის მეორე ოჯახი, ისე გადასულები არიან ახმეტაში. ბავშვები ჩემები წასულებია სკოლის გამო. ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე აქ. ბავშვებს უჭირს აქ ყოფნა. ზაფხულობით კი, მაგრამ ზამთარში ახლა მაინც როცა სკოლა არ არის სადილიან შუაფხოში იმის შორის. ძალიან დიდი თოვლი მოდის. ვერსად ვერ მივდივართ. ველოდებით მარტო ტელეფონზე ვართ დამოკიდებულები. ეს ტელეფონიც ხან იჭერს, ხან არა, მაგთიპიქსი. ადგილებს ვარჩევთ, გავდივართ, აგეიქავდივარ, რომ დავაჭერინო, ხან იქაც არ იჭერს. სახლში საერთოდ არ იჭერს ტელეფონი. რომ დალაპარაკება გვინდოდეს. ხან ვერც ველაპარაკებით 2-3 დღე. თენი 92 წელში იყო, მერე წყალდიდობამ დაანგრია. იმის მერე საერთოდ თენი არ არის და მზის ბატარეები არის დაახლოებით 1-5 წელია ეხლა რაც დადგეს. მაგრამ არ ამართლებს, არც ტელევიზორს ამუშავებს, ისეთ ზამთარში ჯდება, ვერ იტენება. პროდუქტს ქალაქში ერთიანად ვიყიდით, 1 წლის მარაგს მოვიტანთ, ან შემოდგომით, ან გაზაფხულზე, რომ მეორე წლამდე გვეყოფინოს. შუაფხოში ჩავდივართ ავტობუსისთვის ფეხით. რომ მივდივართ დილით 6 საათზე უნდა წავიდეთ, რომ 9 საათზე ავტობუსი გადის და ჩავასწროთ. 3 საათში ჩავდივართ აქეთ. რამდენი კილომეტრს გადიხართ? მე მგონი თუ არა ვცდები 17 შუაფხამდე. შეიძლება რომ იყოს ავტობუსიც, მაგრამ არ იწუხებენ თავს. ნახევარზე რომ მაინც მოდიოდეს, ნახევარ გზაზე და მე კიდე ჯანდაბას არა უშავდეთ. მაინც არაფერი რა ვიცი ისეთი ის არ არის ყურადღება აქეთკე. დადის პრეზიდენტი ხანსად და აქ საერთოდ არ გვიგუძნია რომ ერთხელ მაინც მოვიდეს და თუ არსებობს აქეთკე ხალხი არ გვიგუძნია არასდროს.